თბილისში მცხოვრებ დევნილებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. შესაბამისი კომისია სიას ერთ კვირაში გამოაქვეყნებს. პრიორიტეტი მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს მიენიჭებათ. 2030-ის გადამღებმა ჯგუფმა ის ადგილებიც დაათვალიერა, სადაც დევნილები მძიმე პირობებში ცხოვრობენ. წვიმა ჩამოდის აგძინავს. აი ისევ ქანაობს ყოველთვის, მიწისძვრის ისა მაქვს, კი არა მაქვს, მართლა ქანაობს, მართლა. დაბლა წყალში ვართ რომ იცოდეთ, აი სულ დაბლა პადვალში რო ჩახვიდეთ წყალში ვართ. საერთოდ ეს სასტუმრო არის წყალში. ცხინვალიდან დევნილი როზა მამისაშვილი 25 წელია ვაგზლის მოედანზე, ყოფილი სასტუმრო კოლხეთის შენობაში ცხოვრობს. ის ერთ-ერთია იმ დევნილ ოჯახებს შორის, რომელსაც შესაძლოა სახელმწიფოსგან წლის ბოლოს ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცეს. ბინაში კედლები დაბზარულია, მას აბაზანის გამოყენება სამზარეულოდაც უწევს. 25 წლის განმავლობაში 7 წელი აქ როგორც კარგი წვიმდა, ქოლგა მეჭირა ხოლმე, შვილო, ქოლგა აი ამ ოთახებში. რომ ისე დავდიოდი, ისე წვიმდა. 65 წლისა ვარ უკვე. პატარა ხომ არა ვარ, ასე რომ გამოვიყურებ ძალიან ისა. გულს იმაშვები, რომ ნუ გაშენია როზა, ყველაფერი კარგად იქნება, კარგად იქნება. ნუ და იმედი რო არ მქონდეს, არა, ძალიან ცუდად იქნება ჩემი საქმე. ამ მდგომარეობაშია თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების კიდევ 13 ობიექტი. ვიწრო ცხოვრობ ავალიური შენობა 25 წელიწადი ამ შენობაში ვცხოვრობ. დევნილთა ჩასახლებებში არსებული მდგომარეობა სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა. სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის ამ ადამიანების პრობლემის მოგვარება პრიორიტეტული უნდა გახდეს. რადგან ეხლა მიმდინარეობს კომისიის მუშაობა თბილისთან დაკავშირებით და ვიცით, რომ წელსაც და მომავალ წელსაც იგეგმება განსახლებები დევნილების გრძელვადიანი განსახლება. ეს არის თვითონ საკანონმდებლობის მოთხოვნაც და ის, რომ მგრევად ობიექტებში მცხოვრები დევნილები დროულად უნდა იყვნენ გაყვანილი და დაკმაყოფილებული ფართებით, ეს სახალხო დამცველის უკვე არაერთი წლის ანგარიში არის მოხვედრილი და საუბარია კონკრეტულად ჩამონათვალზე ამ მგრევადი ობიექტების. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის პრობლემა ნაცნობია. სოზარ სუბარის უწყებაში ამბობენ, რომ ამუშავებენ სიას თუ რომელი ოჯახი საჭიროებს ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ეს სია ერთ კვირაში გახდება ცნობილი. მინისტრის მოადგილის განცხადებით ამ ეტაპზე დევნილებისთვის 500 ახალაშენებული ბინაა გამოყოფილი. იცით რომ ქულების სისტემით არის, ვინც აგროვებს მეტ ქულას, მას ენიჭება პრიორიტეტი, მისი სოციალური და სხვა გარემოებიდან გამომდინარე, ასევე არის ობიექტები, სადაც არსებობს ექსპერტიზის დასკვნები. ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანის, რომელიც ქულებს აგროვებს, პირველ რიგში ისინი იღებენ და შემდეგი ეტაპი იქნება ასევე ძალიან მალე, რამდენიმე თვეში, მომავალი წლის პირველ ნახევარში, ასე რომ ეს პროცესი მუდმივი არის. ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიღომი, ნაძალადევის რაიონი, კალოუბნის, პეტრიწის და დოდაშვილის ქუჩები. ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებლად გადანაწილდებიან. დევნილი ოჯახები ბინებს კენჭისყრით თავად დაირჩევენ.